გამარჯობა, მე მარიამ დულსკიენე ვარ, შენ კი ჩემს YouTube არხზე ხარ, სადაც ფიქრების მართვის ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. ჩემს ბოლო ვიდეოებში მსმენელებს ვთხოვდი გაეზიარებინათ თუ რა თემაზე უნდოდათ, რომ მორიგი ვიდეო ჩამეწერა. უმრავლესობამ მომწერა, რომ აინტერესებთ, როგორ დაიცვან თავი ნეგატიური აზრებისგან, როგორ ჰქონდეთ ენერგია, როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, როგორ მოახერხონ, რომ არ იყვნენ დაღლილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ეს თემა, რაც გავაჟღერე და რაც არ გამიჟღერებია და რაც მოიწერეს მსმენელებმა, უკავშირდება ერთ მთავარ საკითხს. ჩვენს ენერგიას. ჩვენი ენერგია და ჩვენი ფოკუსი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ცხოვრობთ, როგორ ვახერხებთ სტრესისგან თავის დაცვას, როგორ ვახერხებთ, რომ ნეგატიური ფიქრები შევამციროთ, რაც საბოლოო ჯამში ასახავს ჩვენს ყოფას, ჩვენს ენერგიას, ჩვენს წარმატებას და ზოგადად ჩვენი ცხოვრების ხარისხს. დღეს კი ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ტვინისთვის სწორი ფოკუსი და ენერგიის მართვა. და გაგაცნობთ 5 ფაქტორს, რომელიც სრულად გფიტავთ ენერგიისგან. 5 ფაქტორს, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას სწორი ფოკუსი გააკეთოთ და მე ეს ყველაფერი იწვევს უენერგიობას, დემოტივაციას, დიდი დოზით ნეგატიური ფიქრების შემოტევას, მათ ვერ კონტროლს და სხვა ყველა ცუდ მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ბოლოს მივყავართ იმ შედეგებამდე, რომელიც საერთოდ არ გვინდოდა, რომ დამდგარიყო ჩვენს მატერიალურ სამყაროში. ნეირომეცნიერების აზრით და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, ჩვენი ტვინი არის პროგრამირებადი სისტემა. ყველა აზრი წარმოქმნის ემოციას. ყოველი ემოცია კი წარმოქმნის ქიმიურ რეაქციას ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ყოველდღე ერთი და იგივე სცენარს ვთავაზობთ ჩვენს ტვინს, მისთვის ეს ხდება ნორმა. ეს ხდება ნორმა და იმიტომაც ვიწებებთ როგორც მაგნიტები უარყოფით ემოციებს, წარუმატებლობას, ნეგატივს და სხვადასხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც ხშირად ვერც კი ვუძებნით ახსნას, რომ მაგრამ რატომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისევ იგივე. დღევანდელი ვიდეო იქნება მაქსიმალურად მოკლე და მაქსიმალურად ფოკუსირებული იმ ასპექტებზე, იმ საკითხებზე, რომელზეც მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ, დაფიქრდეთ და ამ ვიდეოს მოსმენის შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. იღებს თქვენ პასუხისმგებლობას ცხოვრებაზე? იღებს თქვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას? იღებთ პასუხისმგებლობას, რომ გინდათ ეს ასპექტები თქვენს ცხოვრებაში შეიცვალოს? თუ კი, მაშინ მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შემდგომ აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი შედეგები ჩემს YouTube არხზე, ასევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ თქვენთვის აღმოჩნდა სასარგებლო და რელევანტური. ჩვენი ენერგიის და ფოკუსის პირველი მტერი ეს არის წარსული. და რას გულისხმობ წარსულში? ფიქრი იმაზე თუ რა მოხდა 1 წლის წინ, 1 თვის წინ, 2 წლის წინ, 10 წლის წინ და ასე შემდეგ. ფიქრი იმაზე თუ რა შეცდომები დავუშვით ადრე, ფიქრი იმაზე თუ რა შესაძლებლობები გავუშვით. ფიქრი იმაზე თუ რა შეგვეძლო რომ შეგვეცვალა. თუ მთელი დღის მანძილზე ამ ვიდეოს ყურების შემდგომ დაუკვირდები შენს თავს თუ რამდენ დროს და ენერგიას უთმობ წარსულზე ფიქრს, აღმოაჩენ თუ რამხელა რესურსი მიდის, შენი რამხელა ენერგია იკარგება და საერთოდ ვერ ახერხებ ფოკუსი გააკეთო აქ და ახლა. არადა ცხოვრება ხომ აწმყვა აქ და ახლა, ამ მომენტში ვცხოვრობთ. ის რაც იყო წარსულში, ამას არაფერი აღარ ეშველება. ძალიან რთული არის ხშირად ამის გააზრება, თუ რამხელა ენერგიას ვაცლით საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ვფიქრობთ იმაზე, რაზეც უბრალოდ არანაირი აზრი არ აქვს ფიქრს და ნერვიულობას. მეორე ჩვენი მტერი არის სხვებთან შედარება. მათ ვინც გააზიარეთ ვიდეოში, რომ გაინტერესებათ როგორ დაგეცვათ თავი ნეგატიური ფიქრებისგან, ან არ ყოფილიყავთ ესეთი დაღლილები, ან რაღაც შეგეცვალოთ ცხოვრებაში, რაც გინდოდა და გაინტერესებათ რა ტექნიკები შეიძლებოდა გამოგეყენებინათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეწყვიტოთ სხვებს შეადაროთ თავი. განსაკუთრებით სოციალურმა ქსელებმა ბოლო წლებში Instagram-ის სკროლვა, Facebook-ზე პოსტების ნახვა, არ ვიცი ტელევიზორში მოსმენა იმისა თუ ვიღაც ჩემი ნაცნობი
ქფეცნობი, როგორი წარმატებული მენეჯერი გახდა და სხვადასხვა მოკლედ ისტორიები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის თქვენი ენერგიის დაცლას, იმიტომ რომ ქფეცნობიერად გვინდა თუ არ გვინდა, ვადარებთ ჩვენს თავს, ვადარებთ იმ ჩვენს რეალობას, რომელიც ჩვენ ვიცით, იმ რეალობას, რომელიც რეალურად არ ვიცით. იმიტომ რომ ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში წარმოდგენილი ისტორიები და იდეალური ცხოვრება, იდეალური ოჯახების სიმართლეს არ შეესაბამება. მე ბოლო 1 წელი არის, რაც მოვეშვი მსგავს აქტივობას და მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ, რომ ენერგია დამიბრუნდა და თვითშეფასება ამიმახვილა. მესამე და ხშირად გავრცელებული პრობლემა, რასაც ადამიანები უჩივიან და რის გამოც ძალიან დიდ რესურსს კარგავენ, ეს არის ფიქრი იმაზე, რაც შეიძლება საერთოდ არც მოხდეს. ანუ წინასწარ ნერვიულობა, წინასწარ წარმოდგენა იმ შესაძლო ვარიანტების, რომელიც მილიარდობით არსებობს ჩვენ ცხოვრებაში და ამ მილიარდობით ვარიანტებიდან არჩევა ყველაზე საშინელის, ყველაზე ცუდის და ამაზე ფოკუსი. აი, გულწრფელად რომ დაფიქრდეთ, რამდენჯერ გიფიქრია, გინერვიულია წინასწარ იმაზე, რაც საერთოდ არ მომხდარა, არ გამართლებულა შენი ფიქრები, რომ ესა თუ ის საქმე არ გამოვიდოდა. და წარმოიდგინე, რამხელა ენერგიას დაზოგავდი, რომ ნაცვლად იმისა, რომ გეფიქრა ნეგატიურ სცენარზე შენ ცხოვრებაში, არჩევანი გაგეკეთებინა პოზიტიურზე. ან თუ პოზიტიური არ შეგიძლია, მინიმუმ საერთოდ არ გეფიქრა მაგ საკითხზე. ძალიან დიდი ენერგია მიდის ჩვენგან, როდესაც ჩვენს ფოკუსს ვაკეთებთ ნეგატიური მოვლენების შესახებ ჩვენ ცხოვრებაში, ძალიან დიდ რესურსს ვკარგავთ და საბოლოო ჯამში დაღლილობა, უენერგიობა, დემოტივაცია, ცუდი ხასიათი და უარყოფითი ფიქრები სწორედ აი ამ ჩვენი პატერნიდან, იგივე ჩვევიდან მოდის, რასაც თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ და ხშირად გავუცნობიერებლად. ნეგატიური ადამიანები. მეოთხე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე დამხუპველი რამ ჩვენი ენერგიისათვის და ჩვენი ფოკუსისთვის. ადამიანები ჩვენს გარშემო და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ეს ადამიანები, სულ რომ ოჯახის წევრები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც სულ წუწუნარენ, სულ ცუდად არიან. ყველაფერში ხედავენ ნეგატიურს, ყველაფერში ხედავენ რისკს, ყველაფერში ხედავენ წარუმატებლობას და ამ ყველაფერს გიზიარებენ გამუდმებით. აუცილებლად დღევანდელი დღის მერე დაუფიქრდი, ვისთან გაქვს ასეთი ურთიერთობა. დააკვირდი შენს გარემოს სამსახურში, თუ უფრო მეტ დროს ატარებ, ხო? ან შეიძლება უფრო მეტ დროს ოჯახის წევრებთან ატარებდე. ვინ არიან ის ადამიანები შენს გარშემო, რომლებიც გკვებავენ ნეგატივით? მესმის, რომ ოჯახის წევრებთან ვერ გაწყვეტ ურთიერთობას, თუმცა ეცადე დაიცვა შენი საზღვრები და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გაუმეორო, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, იქნება შენი შვილი, შენი მეუღლე, შენი მეგობარი, შენი თანამშრომელი, რომ მე გადავწყვიტე დღეიდან, რომ ნეგატიური ამბები აღარ მივიღო. ნუ მიყვებით, ნუ მელაპარაკებით და რამდენჯერაც იგივე პროცესი დაიწყება, იმდენჯერვე დაიცავი შენი თავი და ვისთანაც მოახერხე, რომ საერთოდ გაწყვიტო ურთიერთობა, დამიჯერე საკუთარი გამოცდილებით, ამაზე კარგ შენს თავს ვერ გაუკეთებ. და მეხუთე, ყველაზე ალბათ გავრცელებული და ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაცვლელი ჩვევა. აი დღე რომ ჯერ არ დაწყებულა, ჯერ რომ არ გათენებულა და პირველ რიგში ტელეფონის აღება ხელში და სკროლვით დაწყება ახალი დღის. ეს არის ის ქმედება, რომელიც რომ იცოდე რამხელა ენერგიას და რამხელა რესურსს გართმევს და როგორ კვებავს შენ ნეგატიური ინფორმაციებით, დარწმუნებული ვარ, ამას არასოდეს აღარ გააკეთებდი. ნაცვლად ამისა, გაღვიძებისთანავე დაუთმე სადღაც 5 წუთი მაინც შენს თავს, დაწექი, დახუჭე თვალები და იფიქრე, რომ დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ გინდა. რომ დღეს იქნება პოზიტიური დღე, რომ დღეს შენ მიაღწევ იმ მაქსიმუმს, რომელიც ამ დღისთვის დაუწესე შენს თავს. არა იყო ტელეფონი გაღვიძებისთანავე ხელში, არ დაიწყო სკროლვა, არ გაეცნო ახალ ამბებს, იქ კარგს მაინც ვერაფერს ვერ ნახავ და ამისათვის დრო დღის მანძილზე აუცილებლად გექნება, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ გაღვიძებისთანავე სანამ ჯერ კიდევ ალფა დონეზე არის შენი ტვინი, სრულიად განსხვავებულად აღიქვამს იმ ინფორმაციას და უფრო დიდი დოზით შემოდის შენს სხეულში ის ნეგატივი, რომელსაც სოციალური ქსელებიდან იღებ. ამიტომ დაუთმე შენს თავს რამდენიმე წუთი და დაიცავი საკუთარი თავი ამ ნეგატივისგან.
ჩემი გამოცდილება რომ გაგიზიაროთ ბოლო 5 წელი არის მაქსიმალურად ვცდილობ 5-ვე პუნქტი შევასრულო. ზოგჯერ არ გამომდის, ზოგჯერ გამექცევა მეც ჩემი ენერგია და ფოკუსი და ძალიან მალე ვღებულობ ხოლმე მე იმ შედეგებს, რომელიც შედეგებიც კიდევ ერთხელ მარწონებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის საკუთარ რესურსებს გავუფრთხილდეთ. ამიტომ დააყენე საკუთარი თავი პირველ ადგილზე, გადაიმეორე, წაიკითხე ამ თემაზე უფრო და უფრო მეტი, მოусმინე რამდენჯერმე ამ ვიდეოს, თუ გინდა მომწერე კომენტარებში და განვიხილოთ შენი კონკრეტული кейსი. მე აქ ვარ, დაგიჭერ მხარს ყველანაირად, როგორც კი ამ ფორმატში შევძლებ, რომ შენს გვერდით ვიყო, თავარი არის, რომ პირველ რიგში შენა იყო პასუხისმგებლობა შენი ენერგიის დაცვაზე, შენი რესურსების სწორად წარმართვაზე და შენი ფოკუსის კონტროლზე. სხვა შემთხვევაში ნამდვილად ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენს ცხოვრებაზე. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, მომწერე კომენტარები, დაველოდები აუცილებლად თქვენს უკავშირებს და მოდი არ დაველოდოთ მომავალ ორშაბათს, დღეიდან უკვე დავიწყოთ მინიმუმ 1 პუნქტის შესრულება, მაინც რომელიც ყველაზე მარტივი იქნება შენთვის დასაწყებად. გისურვებ წარმატებას და დროებით მომავალ ვიდეოებამდე.